ეხლა ცვლილებებზე როცა საუბრობთ, ხო, რა ცვლილებები ხდება, ეხლა ძირითადად ბევრი ცვლილება ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ცვლილება ეს არის, ეგრეთ წოდებული გლობალისტური ეკონომიკური სივრცის რღვევა, რასაც ტრამპი აწარმოებს თავის ტარიფების ომით. პლუს სამხედრო მოქმედების თეატრები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ფრაგმენტულად ვენესუელაში, ენერგეტიკულ წყაროებზე ესე იგი კონტროლის დამყარების ცვლილებები. სოფლიოში გვაქვს 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი და მათ შორის 3 აგერ ნახევრად გადაიკეტა ამ მოღვაწეობის გამო, ხო, ორმოზის სრუტე, ბაბელ-მანდელის სრუტე და სუეცის არხსაც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მოაკლდათ თვერდროა. ესე იგი, ეს ერთი პროცესია, რომ გლობალისტების და ამერიკის ეროვნული კაპიტალის პაექრობა მიდის, და ეს აისახება მთელ მსოფლიოზე და მეორე პარალელური ესე იგი პროცესი, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის გადაწყობა, სავაჭრო მაგისტრალების გადაწყობა ოკეანიდან ხმელეთზე. აი ეს ორი პროცესია ჩვენთვის ძალიან საინტერესო. პირველს თავი დავახციეთ, მადლობა ღმერთს, რომ ამ ომის სცენარებში და სატარიფო უბედურებაში არ მოყევით, მაგრამ მეორე უკვე ჩვენთვის ძალიან პოზიტიური ტენდენცია, რაც ჩინეთს აქვს, ესე იგი ფლაგმანობა ამ საქმეში. და ჩვენ თუ გავაანალიზებთ საქართველოს ისტორიას, ხო, ქართველი მეფეები ახერხებდნენ ვაჭრობით შემოსული აბრეშუმის გზა იქნებოდა თუ სხვა სავაჭრო გზები შემოსულობებით, შენახვას უსაფრთხოების სისტემის, ჯარის რაღაც დონეზე, ყოველთვის უფრო ხშირად ახერხებდნენ, ვიდრე ვერ ახერხებდნენ. ამიტომ იმ პერიოდიდან, როცა საქართველოს ესე იგი სამეფოების დეკადანსი შეუბრუნებელი დეკადანსი იწყება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მკვიდრად გადადის სავაჭრო გზები ოკეანეზე და ხმელეთი, ასე ვთქვათ, ხანდახან ორი აკლემი გამოივლის დაახლოებით ამ რეჟიმში გადავიდა. და საქართველო კარგავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და ხან ერთიდან პრობლემის ხალხია, ხან მეორეს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კარგი, რასაც ჩინური პროექტი ერთი გზა, ერთი სარტყელი გულისხმობს და რომლის ნაწილად ჩვენ მივიჩნევთ ამ ანაკლიის პორტსაც, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა პორტები ჩვენს განკარგულებაში ვეღარ არის, როგორც უნდა იყოს ისე, ბათუმის პორტი კონცესიაშია, ფოთის პორტის კონცესიაშია. 29 და 59 წლამდე თუ არ მეშლება ერთი რაღაც ყაზახური კომპანია, მეორე მაერსკი. და მე რასაც ვაკვირდები ყოველ შემთხვევაში, მაგალითად ფოთის პორტის სატარიფო პოლიტიკით, ხო, მაერსკი ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ეს შვადერეფანი და ფოთის პორტი არ განვითარებულიყო მთელი ეს წლების განმავლობაში და ეს მათთვის აბსოლუტურად მისაღები ფორმაა. როდესაც ფოთში თუ წააგებს, იქ სინგაპურში ან რაღაცა მალაკის ყურეში მოიგებს. ან სხვა პორტებში, რომელსაც მაერსკი აკონტროლებს. ანუ ეს დიდი თამაშის, ასე ვთქვათ, ნაწილია და მე მახსენებს ეს დაახლოებით იგივეს, რაც მარტინ ბაუერმა გააკეთა ჩაის მრეწველობაში, ზოგადად, როდესაც მსოფლიო 6-მა დიდმა მწარმოებელმა, ესე იგი, შეიპირეს ეს მარტინ ბაუერი, გამოუშვა საქართველოს ჩაის მრეწველობის ინდუსტრიის მოსაკლავად და მოკლა კიდევაც ფუჭი მოლოდინებით და შემდეგ რო დათვალეს, ესე იგი, აღორძინება რა დაждდებოდა და ახლობით 700 მილიონზე გავიდნენ დოლარზე ჩაის პლანტაციები, მარტო პლანტაციების აღდგენა, ჩაის ფაბრიკა და უმუშევრობ ფაბრიკებზე რო არ ვთქვათ არაფერი. ამიტომ ეს ანაკლიის პროექტი აუცილებელია, გამომდინარე იმიდან, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს, ესე იგი, საზღვაო გადაზიდვებზე გარკვეული კონტროლი. აი ამ ორ ცვლილებების ფონზე თქვით, რომ პირველისგან, ესე იგი, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვექტორი გვიცავს, მეორე კი ჩვენთვის სასარგებლო ტენდენცია. მაგრამ ჩემი აზრით დგება რა მომენტი, როდესაც ულტრაგლობალისტები ებრძვიან ამერიკის ნაციონალურ კაპიტალს და მის წარმომადგენელს ტრამპს და გუნდს, ებრძვიან ახლა სამყაროს სასოცხლო ბრძოლა შეიძლება არ კონდეთ,
რაღაცეებში ეგრეთ ნახდებიან, მაგრამ კონკურენცია არის. აი აქ ჩემი აზრით ჩდება საკმაოდ კარგი ნიშა საქართველოსთვის იმისთვის, რომ როგორმე ნეოკოლონიალისტურ მოდელს რომელშიც ჩვენ ვართ და ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები თითქმის ყველა და ამას თავი დავახციოთ ჩვენი სუვერენული ქართული განვითარების პროექტით თუ ასეთი იქნება დამუშავებული, შემუშავებული, გამოტანილი სამჟავროზე და სწორედ პირადად მე და ბატონი გოჩააგერ და ჩვენი სხვა კიდე კოლეგები, ბატონი ნოდარჭითანова, სწორედ ამითი ვართ დაკავებული ჩვენ ვცდილობთ რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური დარგის მიხედვით შევქმნათ ეს განვითარების დეტალური გეგმა, მაგრამ და ხუთი სფერო ავირჩიეთ ამისთვის, ეს არის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ენერგეტიკა. ეს არნიშნავს იმას, რომ სხვა სფეროები არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ჩვენი რესურსი ადამიანური საზოგადოებრივი საწყისებზე უფრო მეც არ ეყოფა ამ ეტაპს. Такая პროცესია, რომელიც გამოაცხადეთ სექტემბრიდან ეს ძალიან აქტიურად წავა, სექტემბერ-ოქტომბრიდან და ამაში ყველა მიიღებს მონაწილეობას, ვინც იქნება დაინტერესებული მიუხედავად პარტიული კუთვნილების. ეს ისე ანონსი. ეხლა რა გულისხმობ, როცა საუბრობ ნეოკოლონიალური მოდელი. საქართველოში აქ მსხვილობებს კარგად მოეხსენება, თავარი პრობლემა ქართული ეკონომიკის და საქართველოში საერთოდ ეს არის ფულის შიმშილი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. რომ ვნახოთ M2 აგრეგატორი საქართველოში ეს არის მიზერულად დაბალი, უფრო დაბალი იყო ახლა 40%-მდე ავიდა. ანუ საინვესტიციო იდეები, მენეჯერთა PMI ეგრეთ წოდებული ხო, მენეჯერთა რა ქვია ქართულად აქტიურობის ინდექსს რაც აღნიშნავს ხო 50% ჩვენთან არის სოფლიოში სამეულში შევდივართ 60%-ზე მეტია PMI. ანუ ხალხი აპირებს ბიზნესს, აქვს აზრი ბიზნესს, მაგრამ არ არის საკრედიტო რესურსები, ხო, განსაკუთრებით ეს რეალურ სექტორში. მიდის საკრედიტო რესურსები ძირითადად პირველ ადგილზე ეს დეველოპმენტი, სამშენებლო სფერო, კი ბატონო ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ არის სფერო, რომელიც კრიზისის დროს ფონს გაგიყვანს. პირიქით კრიზისის დროს თვითონ თვითად გაწובה ეს დეველოპმენტი და დაუსრულებელი პროცესია, ხო, დაუსრულებელი მშენებლობები. ენერგეტიკა კარგი ტენდენცია ერთადერთი აი წელს გამოჩნდა 30% დაკრედიტება გაეზარდა ენერგეტიკას. ეს მართლა კარგია, რაღაცა მთავრობამაც აქ ამნისტია გამოაცხადა, ჯარიმები ჩამოაწერა. მეშლოვანი თანხები და ენერგეტიკული საფუძველი რეალური სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა იმით, რომ 80% თითქმის ჩვენი ენერგოგენერაციის არის განახლებადი ენერგიისგან, ძირითადად ჰიდრორესურსებისგან, ეს უნიკალურს ხვდის მთელ მსოფლიოში ასეთი დაახლოებით 7-8 ქვეყანა სულ, რომელსაც ასეთი შეფარდება განახლებადი ენერგიის წილის. მაგრამ ეს ბანკების ესე იგი პრობლემა არის ხელოვნური შიმშილი, ფულის ხელოვნური შიმშილი, აქედან გამომდინარე ძალიან ძვირი კრედიტის ფასი, მაგალითად რენტაბელობა საბანკო სფეროში საქართველოში არის 23%, მაშინ როცა ევროკავშირში არის 7%. ანუ სამჯერ და უფრო მეტად ძვირად ესე იგი გვახტევიებენ ფულის საფასურს. ეს ხოდა თვითონ ვაჭრობის სტრუქტურას რაც შეეხება, ხო, ექსპორტ-იმპორტის ბალანსს. ნუ აქ საოცარი მინუსი გვაქვს, სალდო, რომელიც კი ექსპორტი იზრდება, მაგრამ ასევე იზრდება იმპორტიც და საბოლოო ჯამში ეს რითი ბალანსდება? საბოლოო ჯამში ბალანსდება იმ ბუნებრივ რესურსებით, რომელიც ექსპორტზე გადის, ანუ სანედლეულო ექსპორტი და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი საქართველოს მოქალაქეების არც თუ ისე დაფასებული შრომა საზღვარგარეთ. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია და სხვა ქვეყნები სადაც არიან. აი ეს ფული აბალანსებს ამას, ნუ რა თქმა უნდა, იქ ტურიზმი რაღაცა ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ყველაზე დიდი ეს არის ჩვენი დიასპორის
გადმორიცხული თანხები, სტაბილურია, დიდია და სწორედ ეს არის თანამედროვე ტყვეთას ყიდვის, ესე იგი, თანამედროვე ვერსია, როდესაც მესამე თვაში ამუშავებენ ძირითად მასას ქართველების ეს ევროკავშირის ქვეყნებს განსაკუთრებით შეეხება. ამერიკაში ცოტა სხვა სპეციფიკური სიტუაცია, იმიტომ რომ იმიგრანტული ქვეყანა სხვა მენტალიტეტია. ევროპაში სოციალური დაცვის გარანტიების, ჯანდაცვის გარანტიების გარეშე ფაქტობრივად დაუცველი არის უდიდესი ნაწილი. და ამუშავებენ ასევე მესამე თვაში. მოკლედ აი ამ ჭაობიდან, ამ ნეოკოლონიალური ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა. ამოვიყვანოთ როგორ? ეს არის ბანკებზე რეგულაციის გამკაცრება. მე მახსოვს უკრაინაში მაგალითად პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უფლება მისცა პრემიერ აზაროვს, რომ პირდაპირ დაევალებია კომერციული ბანკებისთვის, რომ თორსტები 40% კაცემული საბანკო კრედიტების უნდა მოხმარებულიყო მრეწველობას. სხვათა შორის არ გამოურიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორედ, ესე იგი, ტრიგერი იმისთვის, რის გამოც ჩამოაგდეს იანუკოვიჩი, იმიტომ რომ ევროპისთვის სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის მეტალურგია. 2008 წლის მერე აღდგენა 9 წლის მერე კრიზისის შემდეგ აღდგენა დაიწყო და ევროპას აუცილებლად დაჩაგრავდა. და ნუ აქ ევროპიდანაც პრობლემა იყო, რუსეთისთვისაც არ იყო ეს მისაღები სცენარი უკრაინის ასეთი სწრაფი განვითარება, მრეწველობის განსაკუთრებით. და მოკლედ აქედან იქიდან დაამხეს ეს იანუკოვიჩი. იანუკოვიჩი ხა ესეთი უფრო სიმბოლური ფიგურა იყო, მაგრამ ეს აზაროვი იყო, ხო, აზაროვი იყო რეალურად ვიცი. ეხლა ჩვენ პირველი ეს განვითარების სუვერენული გეგმის შემუშავება ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა მოვახერხოთ ამ ცვლილებების პერიოდში და ეხლა მე არ გავაკეთებ იმას აქცენტს, რა დარგები უნდა განვითარდეს, ეს ალბათ უფრო მე საუბრის თემა, უფრო დეტალურის, მაგრამ სამ რაღაცაზე გავაკეთებდი ესე იგი ფოკუს და ამ მეორე შეკითხვაზეც გადავიდოთ. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა გახდეს ვინაიდან ჩვენ გვაქვს ფინანსური ესე იგი შიმშილი, ფულის შიმშილი ხელოვნური, აქედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ესე იგი საქართველოს რამენაირად გავხადოთ ფინანსური ხაფი. აქ ახსენეს ეს ამბავი და ამის მოსინჯვა დაიწყო სხვათა შორის ამ ხელისუფლებამაც ჩამოიყვანეს როჩილდების ლუქსემბურგული კომპანია, მაგრამ რეალურად არაფერი არ მოყვა. შესაძლებელია მე პირადად მაქვს სიტიბანკის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტთან ეს ნასაუბრები, მათ დათვლილი ჰქონდათ რეგიონის პოტენციალი და მან მითხრა, რომ 200 მილიარდის აკუმულირება საქართველოში მიმდებარე ქვეყნებიდან, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არის სავსებით შესაძლებელი 3-4 წელიწადში. 200 მილიარდი განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს ქართულ იურისდიქციაში, ან მაგალითად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იურისდიქციაში, რომელიც ცალკე შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სხვა ოდნავ შეცვლილად რეგულირებადი. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხის 2%-ს, როგორც მინიმუმ 2-დან 4, შვეიცარია 4%-ს იყენებდა საკუთარი ეკონომიკისთვის, მან იქ გათავსებული სახსრებიდან ჩვენ 2%-ს რო გამოვიყენოთ, ეს უზარმაზარი ფულია. მოკლედ ეს არის ერთი ღერძი, რომელიც უნდა განმოვიტაროთ, მეორე რა თქმა უნდა ეს არის ლოჯისტიკა და სატრანსპორტო კვანძები და არა მარტო კვანძები და ესე იგი მაგისტრალები, არამედ სატერმინალო მომსახურება სერვის ცენტრები, რასაც მოყავს მე კიდე ფინანსური დაზღვევა, კომუნიკაცია, კავშირგაბმულობა, ხორეკა სექტორი და ავითარებს მომიჯნავე სფეროებს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია უნდა ვიცოდეთ, რომ აქ კითხვა კი არის შუადერეფანზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ სამხრეთის ვექტორის განვითარება და სხვათა შორის შუადერეფანს ახლა მეტი რეკლამა აქვს და ნაკლი სპორტის გამო ჩვენ უფრო ხშირად ვახსენებთ და მსოფლიო პრესაც, მაგრამ შუადერეფანზე უფრო სწრაფად ჩემი აზრით ვითარდება რეალურად ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი. რატომ? იმიტომ რომ ირანელებმა უკვე დაიწყეს სომხეთში 7 კილომეტრიანი გვირაბის გათხრა სიუნიკის პროვინციაში, შემდეგ ფრანგები თხრიან მეორე ასევე გზელ გვირაბს ჩრდილოეთ სიუნიქში
ორი ფრანგული კომპანია მუშაობს, საქართველოს მოგეხსენებათ ჩინელების მეშვეობით ლარსის გაფართოება და მოდერნიზაცია ხდებათ, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ყველაფერი დაუკავშიროთ იმას, რომ აფხაზეთის და როკის გვირაბის მაგისტრალებიც, სავაჭრო მაგისტრალებიც გაიხსნას. აქ ჩვენი მოკავშირეები შეიძლება იყოს ყველა დიდი ქვეყანა, ვისი თვირთით მათ შეიძლება გაიაროს. ინდოეთი იქნება ეს, ირანი, თურქეთი. თურქეთი რკინიგზას დაუბრუნდა ისევ სამსუნი ბათუმის რკინიგზის პროექტს და წინ მიიწევენ. მოკლედ შანსები იმისა, რომ ეს ყველაფერი დებლოკაციას დაუკავშიროთ და შესაბამისად მე დღეს წესრიგში დგება პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხი კონფლიქტური რეგიონების ეს ძალიან რეალისტურად მეჩვენება. და შუადერეფანს რაც შეეხება, ახლა ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ჩინეთიდან რაღაც 100 მილიონი თვირთი წამოვა საქართველოსზე, ჩინეთიდან ძირითადად თვირთი მიდის რუსეთის მიმართულებით. თავის დროზე ხა ტრასეკა ეს აბრეშუმის გზა ყველაფერი სააკაშვილის დროს ყველაფერი გადაელოცა რუსეთს. თორსტები 70 მილიონი ტონა თვირთი ჩინური მოძრაობდა რუსეთის ტრანზიტით ბელორუსიიდან და ასე შემდეგ. ეხლაც მინსკში ორი სათვირთო ეშელონი ყოველდღე გადის ჩინური თვირთებით. მინსკის ავტოსარკინიგზო სადგურზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული თვირთები, ანუ ეს სავარაუდოდ იქნება სადღაც 30-დან 50 მილიონ თვირთამდე, ტონა თვირთამდე. იმიტომ რომ მეც ვერც გაუძლებს ახლა ვერც საქართველოს რკინიგზა, ვერც ბაქოს პორტკავკაზ, აილათის პორტი კასპიის ზღვაზე. 1500 ფურა მიადგა აილათის პორტს კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანში და გაიჭირდა ვერ გადაამუშავეს. აი როცა ირანის თემა დაიწყო. წიფის გვირაბი გაკეთდა, სიჩქარე მოიმატა ქართულმა რკინიგზამ, მოდერნიზაცია შედგა, თუმცა საქართველოს რკინიგზა ჩემი აზრით ძალიან ცუდად იმართება, ძალიან ძვირი ტარიფებია. და სულ სხვა მიდგომებს საჭიროებს და აქაც უფრო ჩინურს არ უნდა ველოდოთ, ჩემი აზრით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს, რომ შუადერეფანში გამოუშვა შუა აზიის და ყაზახეთის თვირთები, ისიც ნაწილი, ის თვირთები, რომელიც მიდის ბანდერაბასის პორტში, მიდიოდა აქამდე. ამის დივერსიფიკაცია ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ ირანთან ურთიერთობა ყველა საინტერესებს რეგიონის ქვეყნების და ეს რისკებზე და შესაძლებლობებზე როცა ვსაუბრობ, ერთ-ერთი რისკი სწორედ ეს არის, რაც ახლა სკოლბესენმა გამოაცხადა, რომ ქვეყნები, ესე იგი, ის ქვეყნები, ვინც ირანთან სანქციებს იგნორირებას გაუკეთებენ ამერიკულ სანქციებს დაიჯებიან. ჩემი აზრით ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ირანი ჩვენი რეგიონის ქვეყანაა, ჩვენზე თავდასხმას არ განუხორციელებია, შესაბამისად ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გქონდეს მათთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ფინანსური სისტემები აგებულია მთლიანად დასავლურ სისტემებზე იქნება ეს ვიზა, მასტერკარდის სისტემები, სვიფტები და ასე შემდეგ. და თუნდაც საბანკო სექტორი 90%-ზე მეტი უცხოური კაპიტალია ჩვენ საბანკო სექტორში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინება მოგვიწევს და ამის გათვალისწინებით მეზობლებთან ურთიერთობა იქნება ეს რუსეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი თუ თურქეთი. თუ შუა აზიის ქვეყნები. ეხლა რუსეთთან რაც შეეხება ურთიერთობებს, ესე იგი შევეცდეთ ძალიან მოკლედ. რუსეთი თავის 90-იან წლებიდან, როცა მოსკოვის ელიტამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის დაშლა და ძალით გაგდება მოკავშირე რესპუბლიკების ბალასტის მოშორება, ასე ვთქვათ, რომ კონკურენტი არ ყოლოდა რუსეთის სიმდიდრეების პრივატიზაციაში. მას შემდეგ ისინი ცდილობდნენ ინტეგრაციას დასავლურ წრეში, დასავლურ სამყაროში, ნატოში წევრობაც კი ითხოვეს.
ჩელსის კი იყიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იქ მათ მიღებას და მათ ესე იგი თანაბარ უფლებიანობის აღიარებას არავინ არ აპირებდა. აქედან გამომდინარე, ახლა შეიცვალა უკვე. თუმცა მანამდე ჩვენ გვახსოვს ჩუბაისი, რომელიც მას გამოაცხადა ეკონომიკური იმპერიალიზმი და საქართველოში შემოვიდა იყიდეს თელასი, რამდენიმე ჰესი მათთან ერთად. ანუ ეს ნეოკოლონიალიზმი არ არის მარტო დამახასიათებელი დასავლეთის ქვეყნებისთვის, რუსეთის კი ამ სისტემით მოქმედებდა საქართველოში. და ეს გრძელდება სხვათაშორის ინერციითაა თუ როგორ არის ეს გრძელდება. მაგალითისთვის ჩვენ იგივე თელასი მოვიყვანოთ, იგივე RMG Gold-ი მოვიყვანოთ, მაგალითად კლასიკური მაგალითი არის ელმაომშენებელის მაგალითი, როდესაც ჩვენ ვიცით რომ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე არის სამი სერიოზული საწარმო ელმაომშენებლების, ორი არის რუსეთში, ერთი არის ყაზახეთში. ყაზახური არის ფრანგების, ორი რუსეთში ეს არის გასაგები არარუსი წარმოშობის ასე ვთქვათ გასაგები ხო შესაბამისად ესე იგი ლოკოტრანსმა შეიძინა ელმაომშენით თბილისის მიიყვანეს გაკოტრებამდე და ეხლა ელმაომშენებელის ადგილზე ესე იგი ელმაომშენებელი ჩაუვარდა საქართველოს ბანკს 17 მილიონი ლარა და პლუს 35 მილიონი ვალი ლოკოტრანსის და ეს ლოკოტრანსი იყო აფილირებული რუსეთის ელმაომშენებელ ხალხებთან და მოხდა ფაქტიურად ამ 9 მილიარდიანი საწარმოს რეალურად ჩვენ თვალწინ აი ამ დღეებში უხდება ამ დროს 150 ლოკომოტივს უშვებდა და დღეს საქართველოს გამოაცხადა 150 ლოკომოტივის შეძენა 8 მილიონად თითო. ნუ ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ აი ეს მარტინ ბაუერმა რაც გააკეთა, ახლა იგივეს აკეთებენ ის რუსული აქტივების მფლობელები იქაში. და თუმცა ამაში ეხმარებიან საქართველოს ბანკი ვინ არის BlackRock, Vanguard და სხვა სისტემური ინვესტორები, რომლებმაც სიამოვნებით, ესე იგი, გამოაცხადეს, რომ ელმაომშენებელი დაიშლება და იქ აშენდება სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი კორპუსები. 8000 ადამიანი მუშაობდა ელმაომშენებელში. მოკლედ რატო ვთქვი ახლა ეს მე და 150 ლოკომოტივის პოტენციალი ქონდა 82 წელს მაგალითად მოდერნიზაცია, ბოლო მოდერნიზაციის შემდეგ 150 ლოკომოტივი შეეძლო გამოიშვა, თითო საგერ ჩვენ ყვიდულობთ გამოაცხადეთ უკვე 8 მილიონი დოლარი. ეს რატო ვთქვი, რომ ესე იგი განსხვავება კაპიტალიზმში უკვე იქ ველური კაპიტალისტური ესე იგი მოგების ესე სიხარბე ამას ეროვნება არა აქვს. ამიტომ ყველა დიდი მოთამაშე ცდილობს რომ შენ არ განვითარდე, შენ მისგან იყიდო სამრეწველო პროდუქცია და ეს არის კლასიკური კაპიტალიზმი, კოლონიალიზმი მოდეში, როდესაც შენ ნედლეულს ყიდი, მუშახელს ყიდი, ხოლო სანაცვლოდ იძენ სამრეწველო პროდუქციას. ამიტომ გამოწვევები ჩვენ გვაქვს, მაგრამ გზა არის რეფორმების გზა, რომელიც სუვერენული განვითარების გეგმა, როგორც გოჩამ თქვა, დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის გაძლიერება, რეგიონებს უნდა მივცეთ მეტი ძალაუფლება, კომპეტენტური ხალხის შერჩევა მმართველობაში და ამის კონტროლი და კონტროლის სამმაგი ოთხმაგი მექანიზმები, როგორც ჰქონდა ბატონ ჯუხაშვილს. აი ეს მიმაჩნია გზად, ხა რუსეთთან რა თქმა უნდა ჩვენ უახლოესი მეზობელია და იგნორირებას ვერ გაუკეთებთ ეკონომიკის ნაწილში, თანამშრომლობა აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში ასევე უნდა გვესწრდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გასაღები რუსებს აქვთ და შესაბამისად უნდა ვემუშაოთ ამ თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რადგან მე თვითონ მოდელირებას რო ვაკეთებდი რუსული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ აწყობს ამ კონფლიქტების შენარჩუნება. კონფლიქტების შენარჩუნება აწყობს დასავლეთის იმ დიდ ქვეყნებს, რომლებიც აქ ახალ დიდ თამაშს ესე იგი აწარმოებენ. მადლობა ყურადღებისთვის.